მოსაბრძანებლად მოწვეულია ბატონი გიორგი გახარია. 20 ივნისის საქმე მთავარია, რაზეც საგამოძიებო კომისიას ყოფილ პრემიერთან შეკითხვები აქვს. გიორგი გახარიას ხდომაზე იბარებენ. უწყისი მის მშობლებს უკვე ჩაბარდა, თუმცა მივა თუ არა 20 ივნისის აქციის დაშლის ხელმძღვანელი კომისიასთან, ჯერ უცნობია. ეს არის მხოლოდ გიორგი გახარიას გადასაწყვეტი, მივა თუ არა კომისიის ხდომაზე. საგამოძიებო კომისიის ხდომაზე ხვალ ნიკა მელიას და გიორგი ვაშაძესაც იბარებენ, თუმცა იმის მიუხედავად, რომ უარძე სასჯელია, მელია და ვაშაძეს ხდომაზე გამოცხადებას არ აპირებენ. უფრო მეტიც, გიორგი გახარიასაც იმავეს ურჩევენ. მე ურჩევდი მას, რომ ამ მასკარადში არ მიიღოს მონაწილეობა. გიორგი გახარია თუ დაესწრება ამ ხდომას და მივა მაინც კომისიაზე, რა სტატუსით მივა? როგორც ოპოზიციონერი თუ როგორც პარლამენტის წევრი, იმიტომ რომ მას მანდატი არ აქვს შეწყვეტილი. შეკითხვები ბევრია, პასუხისგებლობის ამღებთა რაოდენობა კი მცირე. მართველი გუნდი პასუხებს ახლა გიორგი გახარიას განელის. შეკითხვებს კი საფუძვლად 20 ივნისის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას უდებს. საგამოძიებო კომისია აპირებს რომ შეისწავლოს თუ რა ტიპის დარღვევები იყო პოლიტიკური მაშინ ხელმძღვანელობის მხრიდან, ან იმის მხრიდან, ვინც ასე ვთქვათ პასუხისმგებელი იყო აქციის მართვაზე. ეს არ იყო შეცდომები, ეს იყო განგებ, გაზრახ ჩადენილი გარკვეული ქმედებები, შეეცადა აშკარად ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე ეს დესტაბილიზაციის პროცესის განვითარებისათვის შეეწყო ხელი. 20 ივნისის საქმე ერთ-ერთია და არა ერთადერთი, რომელიც 2012 წლის შემდეგ პერიოდში გამოსაძიებელ საქმეთან უცხაში ხვდება. სწორედ ამიტომ საგამოძიებო კომისიას მუშაობის ერთი თვით გახანგრძლივება უწევს. თუმცა დრო მაინც შეზღუდულია. კომისიამ დასკვნის მომზადება და არჩევნებამდე ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეტანა უნდა მოასწროს. ის რაც ჩვენ ახლა გვაქვს მიზანი აკრძალვა იმ პოლიტიკური პირებისთვის, პოლიტიკური საქმიანობისა, განურჩევლად რომელ პარტიაში უნდა იყვნენ ისინი, ან მომავალში რა პარტიას ჩამოაყალიბებენ, ხომ? ეს ჩვენ 2013-შიც უნდა გაგვეკეთებინა. ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, რამხელა იყო ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ ეს არ მომხდარიყო. ეს ზეწოლა იყო გარედან. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა 5 მაისს იწურება, თუმცა პარლამენტისათვის მიმართვის საფუძველზე დრო კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდება.